მე ყოველი მეორე ბიზნეს მოსწული მგონია ამ თელ კონგრეგულამენტში ბევრი არის ხანუ შეიძლება არა მაგალითად აი რო ჩავიდე და რო გადავთვალო საერთო კამპანია ვინ დააფინანსა გილაურს არ დაუფინანსებია მოიტანა კაი მითხარ ვინ დააფინანსა ბიზნეს ფულია საიდან დაგივკითხო კი ოკეი აი უყურე ეხა ლოგიკა ანუ ლოგიკას თუ ამიწყო რომითაც ეს ტკიცდება ეგ აი მოდი მე გეტყვი და მითხარი რა შეარმეთახმე ოკეი კაი სულ და გილაურის ამბავი ჯერ გილაურის ამბავი რო გავიაროთ რა პრობლემა იმით არის რომ თუ ძმა გილაურზე ამ რომელიც უფრო ნაკლებად მდიდარია იმას 40 მილიონი არ ექნებოდა ქეშად 40 მილიონი მე 40 მილიონი რო იყო ნუ კაი ჩავთავოთ რომ გამოკრება 10 მილიონი ღია თქონდათ გაცხადებული და ნუ მაშინ არ აღია შეიძლება რომ 20 იყო 40 საერთოდ 40 იყო სოიჩიც რო 40 ნუ რა ვიცი აი როგორც პოლიტიკურ პროცესში 100-ია დაახლოებით ყველამ ვიცით რომ რაღაც არაფორმალურ ხარჯს რაღაც 3-4 ჯერ მეტი უნდა მოეცა ჩემთვის ხაზრაძე ხო ამაზე უჭედავდა გვარამიას 40 მილიონი საიდან ხო სიმართლეა არ ეგია ეს ამბავი მე 40 მილიონი სიტყვა გამიგია კამათში არის კაი ოკეი მაგრამ რაღაცებიდან გამიგია უბრალოდ საიდან წამოვიდა ეგ მაინც არ გამიგია წამოვიდა ზოგადად არა ზოგადად ასეთი კალკულაცია ხოლმე რა და ზოგადად მაგალითად როცა გვარამია პირველი ივენთი მოხდა რუსთავში მეც ხარჯავ ამ მომენტში ფულს რა და უბრალოდ რომ დავინახე ის ივენთი უბრალოდ ხედავდი რა ღირს ეს ყველაფერი და რომ ერთი ჩემი წლიური ბიუჯეტი იყო მარტო ის ივენთი მაგრამ ახლა როგორ წარმოი სიტუაცია ესეთია რა მოდი გვერდზე გადავდოთ დაშვება რომ ბიზნეს დემოკრატიკაცია და ხედავს რომ მისი ოპონენტები რომლებიც მის დამხობას რა ვიცი ცდილობენ მილიონებს შოულობენ და არ ერჩის იმიტომ რომ თუ ასეა რავი რას ვერჩით ხო ამ კაცს კი ბატონო აი ახლა უკვე ასეთი სიტუაცია არანაირ გილაურს ან არავის ხო არ შეიძლება ოფიციალურად დაეფინანსებინა და მილიონები მიეცა. ეს ჩაგეტილია ხო, ანუ დიდი ხანია. ყველა პარტია ამ შემთხვევაში ხოცების ჩართვით ფინანსდება ფიქტიური 60,000-იანი შემოწირულობით. ყველა ერთად აკეთებს რომ ყველა ერთად აკეთებს. ამ ყველა ერთ შემოწირულობას ანტიკორუფციული ხედავს ინწამსვი. ხო არა სხვებისასაც ხო სხვებისაც ხედავს ხო. ხო და ამაშია პრობლემა. მე ვის გაუჩვახის ეგ ვინმეს გაუჩვახეს? არ ხო და მაგას თუ მეუბნები რომ კონკრეტულად ერთი კოალიცია ბიზნეს ხარისხი იყო ჩვენს არ გაგვუჩვახეს და ყველაზე მეტი ფული ქონდა ნაცის ფული საერთოდ არ ქონდათ ახლა ჩვენზე იმას ხაც სასაცილოა საუბარი და ერთ-ერთი იყო ლელო და მეორე იყავით თქვენ. ხო მაშინ ეგ ხო არგუმენტი არ არის ხა რო არ გაუჩვახა ანტიკორუფციულმა ვიღაცას ხო არავის არ გაუჩვახა. არა მარტივია წამოიგი ერთ-ეგივე ხალხია რომელიც მაგალითად რა ვიცი იღებს თავის წილს ფულის რა ვიცი ევროპულ საქართველოს აფინანსება ხა თქვენ გაფინანსებთ ერთ-ეგივე ხალხია რომელიც რავი ხა სია არის და ყველა თქვენ სხვა არა ხო ამბობ ეგ ხალხი ხო შეიძლება ერთ-ეგივე ხალხია რომელიც ერთ-ეგივე 60,000 წერს და თქვენი დაბლოკვა უნდა რომ მოუნდეს უბრალოდ ერთხელ დაიბარებდნენ გამოკითხვაზე 4 საათი გაატარებდნენ და მეტი მეორე ამას არ გააკეთებდა ანუ ჩვეულებრივად თუ მოუნდა თქვენი დაბლოკვა ბრავი კეთდება 1 საათში ну ისე შეუძლებს პარტიის აკრძალვა არ არის პარტიის აკრძალვა არ ჭირდება სამდროში ეს ხმაურიანი შეიძლება იყოს უზად ოპონენტების შემთხვევაში მაგრამ აი შენ რო შემოქონდეს ფიქტიური 60,000 და იყო უმუშევარი რავი გამოგიზახებ დაკითხავდი და მეორე ასეთი აღარ შეიტანდა იმპულს მაგალითად ჩვენ რო ასე გამოწვევდნენ მე და იარკო 4 საათი ვიჯექით დაკითხვაზე კაცო აი ეს შეიძლება გაუკეთო არავინ არ გაბედავს იქ მისვლას ოკეი მაგრამ ესე იგი მაშინ უყურე შენ იღებ ამბობ რომ ყავს ვიღაც ტიპი რომელსაც აი ჩემი ღვაწმენით ახლოსაც არ ექნება ქეშა თუნდაც 20 მილიონი უბრალოდ შეუძლებელია იმ 20 მილიონი ქეშა თქონდეს რამდა 100 მილიონი უნდა ქონდეს და თუ საუბარია ძმანი გილაურზე ესე იგი საქართველოს ბანკის გილაურის ფული უნდა იყოს ეს და საქართველოს ბანკის გილაური რო ოპოზიციას აფინანსებს უბრალოდ სასაცილოდ არავის არ ეყოფა მათ შორის ბიზნესთან დაახლოების ამბავში და ამიტომ ნუ კაი ძმები შეიძლება არ უყვართ ერთმანეთი და ერთი მეორეს ებრძვის დაუშვათ მაგრამ უბრალოდ ქეში არ ექნება ფინანსებისაც ეს ოკეი კი მოკლედ მე ეს კითხვა თუ გიჩნდება და ხედავ რომ ბიზნესი არ ებრძვის არც ერთ ფინანსურად არ გებს არ ბლოკავს ხო არც ერთ პარტიას არა არც ერთ პარტიას როგორ ბლოკავს ჩვენ არც ერთი რეკლამა არ გვაქვს ერთი თეთრი არ გვაქვს არც ერთი მსხვილი ბიზნესმენი შემოწირულები არ ყავს და ქვეყანაში არის სულ ორი ფული ხაზარაძე და ბიზნა მეტი ფული არ არის ქვეყანაში პოლიტიკური ფული არ ჩდება მაგდენი ხო შეიძლება არ იყოს უბრალოდ არ მგონია რომ და თქვენ ყველაზე მეტი ფული გაქვთ ამ მომენტში იმას ხაზარაძეზე მეტი ფული გაქვთ და მე რა და ამას კითხვა არ გიჩნდებათ და გილაურის აღქმით საყოფილი ხარ ჯერ ერთი კითხვა სანამ ფული ქუჩაში დაგდებული ერთი რა არის რომ ნახო ისეთი გაჭირება მაგაზის მიშდება ისი ფულია მეთქი
მეორე აქ ხა შენ უნდა გითქვა რომ ეს ფული რაც იყო ბიზნეს ფული, ნუ რა ლოგიკა ჩამოყალიბე მესმის უბრალოდ ორი რაღაც წყარო რო არის პოლიტიკური ფულის და მე ხაზარეს არ უყურებ როგორც ფულის წყაროს თავის პარტიას აფინანსებს. ამ შემთხვევაში ეს იმას არ გამორიცხავს თეორიულად ვიზახი. არავის არ ვამტკიცებ ბოლომდე მოყვანე რომ ვიღაც წავიდა და საიდანღაც მასონების დაუშვათ ფული მოიტანა შეიძლება თავის არ იყო და ისეს ხარ რაც გინდა ის გააკეთა. მეორე მე რაშიც წამოყვები თავიდან ბოლომდე იქნება ის რომ შეუძლებელია 10 მილიონზე ვილაპარაკოთ თუ გინდა შეუძლებელია ამდენი ფული ამდენს ვიტყვი შეუძლებელია ამდენი ფული აქ ისე გაიაროს და გამოიაროს რომ ეს არ იცოდეს ადამიანმა რომელსაც შეუძლია ამას ხელი შეუშალოს კი ბატონო მე არ მჯერა რომ ბიზნიამონიშვილის ფული იყო ბიზნიამონიშვილის ფული თუ იყო რა ვიცი არ მგონია რომ მაინც და მაინც მისი საქმე გაკეთე შეიძლება იყო ერთი მიზანი რომ ნაციონალურ მოძრაობა გადაიწია მეორე ადგილზე და პირველი თელი სტრუქტურა წაა მაშინ ჩემი მიზანიც ეგ ყოფილა და მაშინ კარგია რომ ბიზნიამ ჩემი მიზანში ფული ნაცების დასუსტება იყო თქვენი მიზანი ნაცების დასუსტება არ ნაცები არ მინდოდა რომ პირველი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო ზოგადად აი ნაციონალურ მოძრაობა რო იყო პირველი ბიზნესებს ვზოდით არა ბიზნეს ბრძოლაში შეიძლება რომ რაღაცა აქეთ მხარესაც რაღაც გადალაგებები გინდოდეს იგივე სკეთებით რომ არ გამოდის ხედავ როცა პირველი რაღაცა ოპოზიციური პარტია ნაციონალურ მოძრაობა საიდ მიზნად შეიძლება კონდეს რომ გაასწრო მაგას ერთი არ ვიცი მე პოლიტიკური პარტია რომელსაც უნდა რომ სხვა პოლიტიკური პარტია იყოს თქვენი მიზანი არ არის ეგა რომ პირველზე იყოთ ანუ ყველა უკან იყოს რატო არის განსხვავებული ზოგადად შეიძლება რაღაც მინდოდეს მაგრამ თუ არჩევნებზე ან მე მინდოდა რომ პირველზე მიზანია ნაცებს გაასწრო აბა თავარი მიზანი ხო არ მithქვავს საიდ საიდმიზანი მიზანი აი რავი როგორ შეიძლება იყოს აი წამოიდგინე ჩვეულებრივად თქვენ მიხვედით თავარი მიზანი ხო ახსენოთ აი სხვა რაღაცა ვთქვი და ეხლა თქვენ კაი დაასწრო თავარი ჩვენ მინდოდა რომ პირველზე ყოფილიყავით და გავედით პირველზე თუ გახვალ ნებისმიერ შემთხვევაში ნაცებან მეორეზე უნდა გავიდნენ ან მესამეზე რა შენ თუ თავარი მიზანი ეხლა იმას აიღო რომ მოდი ნაციონალურ მოძრაობა დავასუსტო ამას თუ ისე ასუსტე რომ შენ მაგის ხალხს თუ წამოიყვან შენთან და ასე ეს ოპოზიცია ამორჩეული თუ არ გაქრება და ფრუსტრაცია თუ არ დაისადგურებს და ნიჰილიზმი თუ არ იქნება და ასე შემდეგ რა ვიცი მშვენიერ მიზანია შეიძლება ბიზნეს მაგითაც მაგას მოგიყვები აი თქვენ მთელი აქტივობა გარდა იმისა რომ ზოგადად აი ღიად ნაცების ხმებზე იჯექით წამოიგინე რომ თქვენ უბრალოდ წაიღეთ ნაცების ბაზა და ნაცების თვითონ წუხდნენ თვითონ ნაცების ბაზა კოცებმა წაიღეს კოცებმა ისეაც ყველაფერი ბაზა აქვს მაგრამ დაჭირდება ნაცების წაღება ნაცების ბაზა ვინმე თუ წაიღო ჩვენს ახლა ლოგიკურად მერია და გვარემო თქვენი აქტივისტები ნაცების აქტივისტები ანუ ნაცებს წაართვით აქტივისტები პარტიული სტრუქტურის ნახევარი და ასე შემდეგ ანუ ფაქტობრივად ბიზნესმა შეიძლება გადაიხადა ფული მაშინ რომ ნაცებს დაუტირეთ ამასობაში დაიკავეთ ნაცებზე უფრო რადიკალურად ნაცური პოზიცია რაც უბრალოდ გამორიცხავდა რომ კოცებს ხმას წაართმევდეთ არც ერთ კვლევაში ახლოსაც არ იყავით არც ერთ კოცის ხმას წაართმევდეთ არა წინა იმაზე რადიკალური რა იყო წინა საარჩევნო რა იყო რადიკალური წინა საარჩევნო კი რავი ყველაზე ნაცური პოზიცია თქვენ ზოგადად არაფერს არ გილაპარაკებთ მაგრამ ზოგადად რადიკალურში მაგალითად აი ბიზნეს გაგდების და ბიზნეს ლანძღულში ყველას აჯობეთ ანუ ბიზნეს ლანძღულში რო ყველას ვაჯობთ მაგაში ხო და არა ვინმე ნაცები ბევრად უკეთეს საგრეზეო სამართალო ღვინო უნდა დაუსხ მართლა გეუბნები მე კაი მოდი ამას მაგალითად აი კარგად გამოჩნდა პირველები გამოვარდით მანდატებზე უარი თქვით რაღაც ნაცებს რომ მოყვებოდნენ თქვენ ამ ყველაფერს ეხლა სხვა რამე შენ თავიდანაც მეუბნებოდი იყო ის რომ ის იმგვარი რადიკალურ პოზიციად დაიჭირეთო რომ ნაცებს ისა ხოცებს ვერ წაართმევენ ხმას მაშინ უნდა მითხრა წინა საარჩევნო რა იყო რადიკალური ხა ბიზნეს საარჩევნო რაც გითხარი თელი ბიზნეს გინდა შინეს აჯობეთ ისეთ რაღაცა საგნობრივი დისკუსია ხო არის საგნობრივი ზოგადად არის არა როგორ თქვენ უნდა დაბლოკეთ რა ტელევიზია ქონდა თუ რა აი მაგ ტელევიზიაზე შვიჯერ ვიყავი ზინასა შენ რა შოში ხარ კაცო შენი პარტიის ლიდერის ტელევიზია ვერავის ეგრე ვერ დავიცვა მაგას პასუხი შენ როდესაც შეხო მეკითხები წინა საარჩევნოდ წამოგე ნაცებს და აახიეს თავარი ტელევიზია აახიეს აქტივისტები თქვენ პარტიამ აახიეთ რას დაფინანსებლები ფორმალურად ანუ რაღაც რო შეგეძლოს არა ხედი არა კაცო ისი რა მე შეიძლება რაღაცის ახევა ყოველთვის მინდოდეს დღესაც მინდოდეს შეიძლება გაგზავნებულა რომ გინდა მაგრამ თუ ეს მთავარ მიზნად იქცევა ბაზარი შეიძლება ეს იყოს არა ეხო მთავარ მიზანი არის ხო და მთავარ მიზანი თუ არის კოცების დამარცხება სადაც უნდა გამოჩენილიყო რომ თქვენ კოცების ელექტორატზე მუშაობთ კოცს ელექტორატ ბიზნესს ამორჩევას ეუბნები რომ მე მომეცი ხმა სხვა შემთხვევაში ხო კოცებს არ ებრძვით სხვანაირად ითვლებოდა ისმის ეგ ეხა შერას მეუბნები ეგ ითვლებოდა სხვანაირად მათ შორის რაღაც მომენტებში მეც შეცდომაში შევიდოდი მე რამ შემიყვანა შეცდომაში შემიძლია შენ სამ შეცდომას მომეთქვი ყურე პრობლემა რა შეგომარებს ისი აი შენ მეუბნები რომ ბიზნა თუ მე დამაფინანსავ ჩემი საქმეო მაშინ რატომაც არა მე გიხსნა იხნე რომ შენ დაუშვა რომ ნიკა გილაუს გადადებული ქონდა 20 მილიონი და თქვენ გაჩუქათ
რა ვიცი, ნაყოფიამ დაამატა 1-2-100 ისე და რა გაძო ნაყოფის ფული კონდეს. ვინც რა უნდა იყოს? აი როცა აი დაუშვათ ბიზნესი არ იყოს. გამოვიდა რომ ან თუნდაც ბიზნესი იყოს როგორც გინდა, მაგრამ სინამდვილეში თქვენ გააკეთეთ ქოცების საქმე. იმიტომ რომ ნაცები დაასუსტეთ და მეტი არაფერი, უბრალოდ ნაგლა წაიღეს ნაცების ხმები და როგორც შერო ნაცებს აგინეთ. ნაცების ხმების წაღება. შერო ნაცებს აგინეთ დღე-დღე ნაცებს არ ასუსტებ როგორ ფიქრობ. ერთი ამორჩევა მაინც ხო გამოაცალე. მაშინ შენს ქოცების საქმეს აკეთებ. არა, მე ნაცების დასუსტება არ მე ზოგადად ჩემი αρსებობით მე რომ ხვალ პარტიას გავაკეთებ, მაგ პარტიით მინდა რომ ყველა პარტია დავასუსტო. შანსი არ არის ეგ ბიზნეს საქმეში, ჩვენ და გახარი ერთ-ერთი პარტია ვიყავით, ვინც ქოცებს ხმას არწნებდა. ხო და ამიტომ ჩვენი ზოგადად თავარი პოლისი იყო ქოცებს ავართოთ ხმები. და ამიტომ იმედზე ვერად უფრო ადრე დავიბლოკეთ, ვიდრე მაგალითად TV პირველს. ხო და ამიტომ ჩვეულებრივად ეხლა მე შეიძლება თეორიულად ყველა პარტიის ხმები მჭირდება. არა, მე სხვა რაღაცა შეიძლება მე იმას რომ შენი კონკურენტი პოლიტიკური მე რომ ქოცებს ვართმევ ხმას და კიდე პირობითად ლელოს სამორჩეველს დავითრე, ოკეი, მე პრობლემა არ მაქვს. მაგრამ მე რო თქვა რომ ქოცებს ხმას არ ვართებ, შემოტრიალდე ნაცებს, ნაცების ლანძღვა დავიწყო და ოღონდ აი იმინ რომ ნაცების ხმები წამოვიყო, შენ კეზრას დაფინანსებელო რაღაც ასეთი ნაცების აქტივისტები მოვისყიდო და ნაცების ამორჩეველთან ვიარო კარდაკარ ეხლა ორ სხვადასხვა რაღაც მოვლენია. ჯერ მითხარი რომ იმდენად რადიკალური პოზიცია დაიჭიროთ, როგორ დაიჭიროთ და ბიზნეს ყველაზე, ანუ ეხლა ბიზნეს ყველაზე მაგრამ ჩვენ ვაგინებდით და ნაცებს ყველაზე მაგრამ ჩვენ ვაგინებდით, ეგრე ხო არა? თქვენ არ აგინებდით, ნაცების ხმება არ არის, ნაცების ხმების წამოღება. შენაბა ეხლა უფრო მაგარი ბანკინები. თავარი მიზანი. მოდი ზუსტად გასაგები იყოს, რომ ხალხი არ შეესწრებს. თქვენ ნაცებს კი არ აგინებთ ამ ნაწილში. თქვენ წაიყვანეთ ნაცების აქტივი თქვენ წაიყვანეთ ნაცების ხარდამჭერები და ლანძღავდით ბიზნესს, რომ ეთქოთ რომ ჩვენ ვართ თავარი რადიკალური ოპოზიცია. არა, მაინც ერთად. წაიყვანეთ, ამდენი ხმა დააკელით. წაიყვანეთ რას ნიშნავს ისე? ანუ რა წაიყვანეთ, ჩვეულებრივად წაიყვანეთ პირდაპირ გაგებით. ხო, წაიყვანეთ, მელია წამოვიდა, წამოიღო, რა ვიცი, ფული რო გადაიხადა, სხვა შეიძლება რაღაცა უფრო მეტი გაიგეთო. უბრალოდ მე იმას შეგეთანხმები, რომ შენი კონკურენტი პოლიცია გინდა არ გინდა, ჩემი კონკურენტია სხვა ყველა ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. მისი დასუსტება და რაღაცა მისთვის ხმის გამორთ, ეხა 5%-ზე ქვემოთ რო ჩამოიყვანა ვინმეს, მაშინ ოკეი, ბიზნესის იყო, რა ქვია, საქმე იყო, რაღაცა 4% შეიძლება დაკარგულიყო და მან კიდე რაღაც ლოგიკას გავიგებდი, მაგრამ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს რო ხმას ართმევს, ოკეი, მე ნიკა გვარამია მგონია რომ ქოცების ხმას ისეას ვერ წაიღებს. მე თუ მკითხავ რომ არჩევნების მოგების იმედი ქონდა და რაღაცა გეგონა რომ დედას უტირებდით ყველაფერს ამ სიტუაციაში, ხო არ მეგონა და დიდი ეჭვი მქონდა რომ მაგას ვერ გავაკეთებდით და ჩემთვის ვცდილობდი რომ მოზადებულიყავი იმ სცენარისთვის, რა სცენარი დადგა. სამწუხაროდ ვერ მოვიმზადე, იმიტომ რომ ჩემს ძალებს ეს აღემატებოდა. მინდა რომ მომავალში ისეთ სიტუაციაში აღარ ვიყო როგორც ეხლა სიტუაციაში. ანუ მე შინაარსობრივად მე რასაც ხედავ, ან წამეგინე აი ასეთ სურათი და რავი არა და არა მაყურებელი ხო განსჯის რა. ჩვეულებრივად თქვენ მიიღეთ უცნობი წყაროდან რაღაც 10 მილიონი, რომელიც რავი დაიხარჯა გაურკვეველ რაღაცაში, რაღაც აქტივისტების ივენთებში რაღაც. აი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციები დაბლოკეთ ნებისმიერ დისკუსიისგან. ნაცებს წავართვით აქტივისტები, პარტაქტივი და რაღაც ხმები, ანუ ჩვეულებრივად კარდაკარდად დიოდით ნაცამორჩეველთან. ერთი ხმა წავართვით ბიზნესს და არაფერი კარგად საკეთებოდ ლანძღავდით ბიზნეს ბაზარი არის. ანუ ჩემი აზრით თუ რამე შეიძლება აი მე რო ბიზნესა ყოფილიყო დაკვეთა გამეცა, ამას ვიზამ